ბლოკ არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის ბათუმის მერობის კანდიდატი ბათუმელებს დღეს ოფიციალურად პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრიორიტეტად დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებას და თვითმმართველობის სწორ რეფორმირებას მიიჩნევენ. დღესვე კახა კუკავამ პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომრები დაასახელა. ქობულეთში პარტიის პირველი ნომერი მაია ლომთათიძე იქნება. ხელვაჩაურში მერაბ ღოღობერიძე, ქედაში ემზარ თებიძე, შუახევში რამაზ ქათამაძე, ხოლო ხულოში თემურ ბერიძე. როგორც პარტიის ლიდერი განმარტავს, კანდიდატების შერჩევისას ორიენტაცია ახალ სახეებზე გაკეთდა. არასაპარლამენტო ოპოზიციას გამგეობის კანდიდატები მხოლოდ ქედასა და ხელვაჩაურში ეყოლება. ალექსანდრე თევზაძეს ბათუმელები იცნობენ და ჩვენი ამოცანა იყო თავიდანვე, რომ პარტიული ნიშნით არ შეგვერჩია მერობის კანდიდატი. არჩევნები დამთავრდება 15 ივნისს და ამის შემდეგ ბათუმს ჭირდება ისეთი მერი, რომელიც ქალაქზე იზრუნებს და არა მართველი პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიღებული დავალებების შესრულებაზე. და მე მგონი, რომ ამ კრიტერიუმით ჩვენი მერობის კანდიდატი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეიტინგულია და იმედი მაქვს, რომ ბათუმელები გააკეთებენ სწორ არჩევანს. ეს არჩევნები იქნება ბევრად უფრო კონკურენტული, ჩვენს წარმომადგენლებს აქვს ძალიან სერიოზული შანსი, რომ მიაღწიოთ წარმატებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აჭარის მოსახლეობას ექნება საშუალება მათთვის სასურველი კანდიდატები აარჩიონ, რომელიც შემდეგ არ მოემსახურება პარტიულ ინტერესებს. გამგებლად არჩევის შემთხვევაში მე ვიზრუნებ და გავაკეთებ იმას, რომ ხელვაჩაურის რაიონში ავაღორძინოთ ჩაის კულტურა, შევქმნა ჩაის ფაბრიკები, რაიონის 11-ვე თემში შევქმნა ციტრუსის მიღების პუნქტები, ავაშენოთ ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც მოხდება მზა პროდუქციის გამოშვება.